ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ აქვს საქართველოს განსაზღვრულობად მოცემული თავისი ცივილიზაციური მიკუთვნებულობიდან გამომდინარე ევროკავშირის პერსპექტივაზე ზრუნვის აუცილებლობა და ზოგადად დასავლურ ცივილიზაციაში თავისი კუთვნილი ადგილის მოპოვება დამკვიდრება. მინდა სტუდიაში მოვიწვიო ორი ძალიან საპატივცემულო სტუმარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, მოგზანდით, რომელიც ბეთლემის ტაძრის წინამძღვარია, დავბრძანდით ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, მოგზანდით გუბას. მოგესალმებით. დავბრძანდით და პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის. მე შემოგთავაზეთ, რომ ასე წყვილში გვესაუბრა რამდენადაც რაღაც უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა სამწუხაროდ საქართველოში, მათ შორის ჩვენი მედიების ნაწილობრივ ჭყალებში ბრალით და დამსახურებით, როდესაც საქვეყნო საქმეებზე საუბრის პრიორიტეტს ვანიჭებთ მარტო პოლიტიკოსებს უკეთეს შემთხვევაში და საეკლესიო საქმეებზე საუბრის პრიორიტეტს მხოლოდ სამღვდელოებას. მაშინ, როდესაც ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ჩვენი განსხვავება გამყოფი ხაზები არ არსებობს. დღეს მაინც ჩვენი საუბარი მე მინდა დავიწყო კვლავ ამბროს ხელაიას ხსენებით, არ არის ეს შემთხვევითი, დაემთხვა დღეს არის 7 სექტემბერი. ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი წმინდანის დაბადების დღე, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურა არის საქართველოს უახლესი ისტორიისა, განსაკუთრებით რუსეთთან დაპირისპირების ფაზაში. ახლა ჩვენ სხვა იმპერიებთან დაპირისპირების უზარმაზარი, ასე ვთქვათ, წარსული გვაქვს და უამრავი სასულიერო პირისა და წმინდანის მაგალითად მოხმობა შეიძლება, მაგრამ ამბროს ხელაიას ისტორია არის დღევანდელი საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც სასურველია, რომ გავიხსენოთ კიდეც, დასკვნებიც გამოვიტანოთ და ბოლოს და ბოლოს შესაბამისი პატივი მივაგოთ. ამიტომ პირველი შეკითხვა შესაბამისად მამა დოროთეს ეკუთვნის, რამდენად წარმოადგენს დღევანდელობისთვისაც ანგარიშგასაწევ მნიშვნელოვან სიმბოლოს ამბროსი აღსარებელი, ასეთია თუ ავშთები მისი წმინდანობის დასახელება სრულად 1995 წელს შეერაცხა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მის წმინდანად სრულად დამსახურებულად. განსაკუთრებით იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, როდესაც პატიოსანი სამღვდელო პირისათვის ასევე ძალიან რთული არის გაბედული და პირდაპირი სიტყვის თქმა და ჩვენ ვადევნებთ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესებს განსაკუთრებით მრევლისთვის, პატრიოტი ქართველებისთვის, როდესაც ადამიანები, რომლებიც ამბიონიდან წმინდა წერილის სწავლებისა და ინტერპრეტაციის გარდა თავისი მრევლისთვის საუბრობენ იმაზე, რისთვისაც ყველა მორწმუნე ქრისტიანი უნდა იღვწოდეს, ანუ სამართლიანობისთვის და სიკეთისთვის. გისმენთ მამ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. შეგვეციოს წმინდა ამბროსი. დღეს ყველაზე მეტად გვინდა მისი შეწევნა და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის უფრო მეტად ჩვენთან არის, იმიტომ რომ იგივე პრობლემაში ვართ, რა პრობლემაც იყო ამბროსი ხელაიას დროს და რასაც შეეწირა. სულთა თეოლოგიურ ჭრილში რო განვიხილოთ, ამბროსი ხელაიას ზუსტად ამას აყვედრიდნენ, რომ ის მან პოლიტიკური ნაბიჯი გააკეთა, რომ გენუის კონფერენციას გაუგზავნა პოლიტიკური წერილი, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი და ეს არ იყო შენი საქმე. ამას ეუბნებიან, ანუ რუსული ეკლესია მაშინაც და დღესაც იგივე მეთოდით მუშაობს, რომ მღვდელი არ უნდა ერეოდეს ერის საქმეში, შენ წირე, ილოცე, ეზიარე და იქ ერთს რო ვიღაცას რო კლავენ, ვიღაცას რო სამართლოდ ექცევიან, ამაში ნუ ჩაერევი, რა შენი საქმე იყო. ზუსტად ამას სასამართლოებში ამას აყვედრიდნენ ამბროსის მეც არაფილს. ანუ ამბროსისთან თეოლოგიური კამათი არავის არ ქონია. ეს გამოკითხვის ოქმებში ძალიან კარგად ჩანს, ხოთა შორის შეკითხვები რო წაიკითხო, ზუსტად ეს ხაზი. არც ამბროსის ქონია თეოლოგიური პრობლემა რუსეთთან. თეოლოგიაზე არ ეკამათებოდა, იმაზე წერდა, რომ ერთს ანადგურებდნენ და მე მინდა ერთი ამბროსი ხელაია ვის მაგალითს აკეთებდა, იმაზე მინდა თუ მომცემთ ორი წუთი. იესო ქრისტე, ჩვენი ღმერთი, ჩვენი უფალი, მოვიდა დედამიწაზე და იოანეს სახარებაში ამბობს ესეთ რაღაცას.
რომ რა იყო მისი მოვალეობა, მისი ვალი, რომ მან შეასრულა თავისი ვალი მამის წინაშე და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მამა განგიცხადეთო, მამაო შევასრულეო შენი ისაო, განუცხადეო შენი სახელი და ის ვინც შენ მოავლინე, ანუ მამა განგვიცხადა და თავისი თავი ვინ იყო, რომ ის არის ძე და შემდეგ ეუბნება მამას მადლობას და ამავდროულად ეუბნება რომ ვინც შენ ჩამაბარეო არც ერთი არ წარმიწყვედიაო რომელიც შენ მომეციო მოციქულებზე ამბობს და ყველაზე ვინც ქრისტესი ირწმუნა არც ერთი არ წარმიწყვედიაო გარდა ძე წარწმენისა და ეს ამას თulis ქრისტე თავის უდიდეს დამსახურებად რომ არავინ არ დაღუპა არამედ თვითონ შეეწირა და როდესაც მის დასაჭერად მოდიან ესე ეუბნება რომ ვის ეძებთო იესოს ვეძებთო ნაზარეველს მე ვარო ესენი გაუშვითო და აკვირდით როგორ იცავს იმას ვინც მას გაყვა და მღვდელმთავარმა თუ ერი არ დაიცვა ვინც შენ მე ჩამაბარა ქრისტემ მე ჩამაბარა მღვდელმთავარ ჩააბარა თავისი ერი ის არც მღვდელმთავარის არის არც ჩემია არც ერთის არ არის ის არის ქრისტეს სამწყსო რომელიც ჩვენც მისი სამწყსო ვარ და ის ჩვენ ჩაგვაბარა და ჩვენ თუ მათზე არ ვიზრუნეთ აბა რა ქრისტიანობა როგორ წირო როგორ ვილოცო აი მაგალითად ერისთვის ვილოცო მარტო ხმით და ის ღმერთს უთხრა რომ ღმერთო შენ უშველი ერს მაგრამ როცა მე შემიძლია სიტყვის თქმა და მე შემიძლია შველა რატომ არ უნდა მივიდე და რატო არ უნდა უშველო კიდევ ერთი რაღაც არის ძალიან ცუდად გაგებული როცა ერთ ლოყაზე გაგარტყამე მეორე მიუშვირე ეს მევალება თქვენს გევალებათ პირადად ანუ იმიტომ რომ ქრისტიანობა არის პირადი რელიგია მე და ღმერთი მაგრამ ქრისტეს არ უთხოვს რომ შენს მოყვას ურტყამენ არ დაეხმარო არ უთქვამს რომ ის არ აღნიშნო არ უთქვამს რომ არ შეეწიო არ უთქვამ პირიქით ყველასი განკითხვა იქნება იმით რომ რამდენად აჭამე საჭმელი რამდენად შემოსე რამდენად ინახულე ციხეში ხო ანუ მოყვას როგორ მიხედე ასეა განკითხვა ბოლოს არავის არ კითხავს რამდენი იმარხულე აი რამდენი წირე რამდენჯერ ეზიარე ამას ქრისტე არავის არ კითხავს კითხავს მარტო იმას რომ რა გაუკეთეს შენ მოყვას და თუ ქუჩაში ბავშვებს ცემენ და ეს ბავშვები ჩვენ ხომ მოვნათლეთ რა იმიტომ მოვნათლეთ რომ ფული არ გვეღო თუ უნდა მოგვეარა ამას რომ ნათლავ ამ ხალხს რომ ნათლავ თუნდაც ბავშვს რომ ნათლავ შენ ვალდებულებას იღებ მაგას რომ გაზრდე ნათლიები იმიტომაც არის ნათლია ზაბარებ რომ ქრისტიანულად გაზარდოს იმიტომ რომ მას არ აქვს ჯერ თავისი გონება ხო და ეს ჩვენი ხალხია ჩვენი ერია ამას ამბობდა ამბროსი მეტი არაფერი ამას ამბობდა რომ ჩემი ერი ნადგურდება და ანადგურებდა რუსი დღესაც ანადგურებს რუსი სხვა არავინ ისევ იგივე პრობლემა დგას ამიტომ ყველაზე მეტად დღეს გვინდა ამბროსი ხელაია შეწევნა და შეგვეციოს და დაგულოცოს და ვიცი რომ ეწევა მაგრამ რა ვიცი დღეს ყველაზე მეტად გვინდა ყველაზე კარგად ერკვევა ამ პრობლემაში მე სხვა შორის დღეს ვახსენე გუბას რომ წმინდა ამბროსი აღსარებელის კათოლიკოსი ამბროს ხელაიას არა მარტო ხატები გვაქვს ეკლესიაში და მის წინაშე არა მარტო ქართველები მართლმადიდებელი ქრისტიანები ვლოცულობთ არამედ იშვიათი შემთხვევა მართლაც და გამოვლინება როდესაც ქუჩებში საქართველოს ქუჩებში ახალგაზრდები კედლებზე სტენსილებად ახატავენ მაისურებზე ისახავენ აი ეს საოცრება ხო ახალგაზრდები მაისურებზე ისახავენ და ბევრ პროფილს Facebook პროფილს შეხვდებით მაგალითად ახალგაზრდების რომელთაც ამბროსი აღსარებელის ფოტო აქვთ გამოტანილი ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი და ეს არის იმ ძალიან ღრმა ფესვიერი კავშირის გამოვლინება ძალიან ცხადად რომელიც თანამედროვე ქართველ ახალგაზრდობას და ამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს იმღირებულებებთან რომელსაც ემსახურებოდა და რომელიცაც იწამა და რის გამოც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა წმინდანად კათოლიკოსი ამბროსი თუმცა ეს არ არის მარტო რუსებთან დაპირისპირების ფაზა მაგრამ ახლა არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეს მე სასაუბროდ მოგიწვიეთ კიდევ უფრო იმის გამო რომ ახსნათ ისტორიული თვალსაზრისით რატომ განვეკუთვნებით ჩვენ
ჩვენ დასავლურ ცივილიზაციას. რა არის ის ალტერნატივა, რომლებს შორისაც შეიძლება თანამედროვე ქართველს არჩევანის გაკეთება უწევდეს, როგორც საერო, ისტორიული, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ცხადია უკვე დავიწყეთ კიდეც საუბარი სასულიერო თვალსაზრისითაც გისმენთ. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. არჩევანი ორი გზის არის, ერთი არის რელიგიური თვალსაზრისით, რო ვთქვათ, არის ხორციელი არჩევანი და არის სულიერი არჩევანი. პოლიტიკურში რო გადმოვიყავთ, არის პოლიტიკური არჩევანი და რელიგიური არჩევანი, ხო? საქართველოს ეს არჩევანი ორივე აქვს გაკეთებული. პოლიტიკური არჩევანი, რომელიც დადასტურებით ვიცით. მანამდეაც კონტაქტები იყო საუკუნეებით ადრე დასავლურ ცივილიზაციასთან, პროტობერძნულ ცივილიზაციასთან, მაგრამ დადასტურებული პოლიტიკური აქტი, რაც ჩვენ ვიცით დანამდვილებით, ეს არის ფარსმანის ვიზიტი რომში. თითქმის 2000 წელი აღაკლია უკვე რა. ანუ 20 საუკუნის წინ ჩვენი გვირგვინოსანი არა თავისი ახირებით, არამედ ქართული საზოგადოების გაგახსენებთ ის ქართულ არისტოკრატიასთან ერთად ჩავიდა და სამეფო სახლებულთან ერთად ჩავიდა რომში და ანტონინუს პიუსის დროს მათ არენაზე სასწავლები მოახდინეს, იქ პოლიტიკური კავშირი გაფორდა რომის იმპერიასთან და მერე მარსის ველზე ბელონას ტაძარში დაიდგა მისი ძეგლი. ანუ ეს ჩვენ დოკუმენტი გვაქვს ჩვენმა წინაპრებმა 2000 წლის წინ აირჩია. ახლა შეეხება კუბას ერთი დეტალი დავაზუსტოთ. ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, უბრალოდ ერთმანეთს შევახსენოთ, რომ მაშინაც ფარსმანის პერიოდის საქართველოს და იბერიის მნიშვნელობა ცივილიზებული სამყაროსთვის იყო სწორედ ის, რომ ჩრდილოეთიდან მომავალი ბარბაროსული ნაკადი და ტალღა შეეჩერებინა, ხო? ანუ დღევანდელი რუსეთის წინაპრების ჯვაროსნები ამბობენ, რომ გოგი და მაგოგის კარი, გოგი და მაგოგი ვიცით, რომ ეშმაკისეული ხალხია, რომელიც გარკვეული გაგებით ეს ფუნქცია, ეს მისია საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება ითქვას, რომ დღესაც აქვს, ხო, ეს არის ანუ ფარსმანი დავადასტურეთ, ხო, ეს დადასტურებულია ეს. და მაშინ გაუგონარი ამბავი მოხდა რომის ისტორიაში, იუპიტერის ტაძარში, მაშინ წარმართობა იყო. იუპიტერის ტაძარში უცხოელს მიცეს უფლება, რომ შეეწირა მსხვერპლი. ეგეთი რამე არც მანამდე და არც მის მერე არ მომხდარა. და იმ წლის რომის კალენდარი იწყება ფარსმანის ვიზიტით. ეს ერთი ახლა შეეხება რელიგიურ, ანუ სულიერ არჩევანს. პირველ საუკუნეში მოციქულები შემოდიან ჩვენთან, უფრო დასავლეთ საქართველოში იყიდებს ფეხს ქრისტიანობა, ოღონდ სახელმწიფო რელიგიათ არ ყალიბდება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოება რისთვის არის მზად, ხალხი, პოპულაცია, სოციუმი რისთვის არის მზად, გუშინ შეიძლება არ იყოს მზად, მაგრამ ხვალ შეიძლება მზად აღმოჩნდეს. ხო, პირველ საუკუნეში როგორც ჩანს ჩვენ წინაპრები მზად არ აღმოჩნდნენ, რომ სახელმწიფო რელიგიათ ეღიარებიათ. და პრინციპში ახლა არც ერთი ხალხი არ იყო, ახლა ვინც პირველ საუკუნეში აღიარა ქრისტიანობა, ერთადერთი ცნობა არის, რომ თითქოს აბგარმა, მეფე აბგარმა აღიარა, არ ითვლება ეს რა, მაგრამ მეოთხე საუკუნეში ახლა წმინდანი ნოხო, კაბადოკიიდან შემოდის პატარა გოგო, მაგრამ მერე ორიენტაციის საკითხი მაინც საბოლოოდ გიორგი არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მერე ქრისტიანობაში მოხდა დიდი გამპობა მონოფიზიტებს და დიოფიზიტებს შორის, ანუ ქალკედონის კრების შემდეგ 451 წელს ქრისტიანობა გაიყო ქრისტეს ბუნებასთან დავის გამო, ახლა ცოტა უხერხულია მამაოსთან დასრებით ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ასეა, ხო, ახლა ისტორია ეს ეკლესიის ისტორია, ხო? ხო და მე-7 საუკუნეების მიჯნაზე ჩვენ დადასტურება დაგვჭირდა. აი, შეკითხვა არის, აი მამაოსაც მინდა ვკითხო, მაქვს ხო ამის უფლება, რომელიც დავსვა შეკითხვა და ერთმანეთს დავსვა შეკითხვა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი მორწმუნე კაცს ევალება თუ არა ეკლესიის ისტორია იცოდეს?
რა თქმა უნდა. ევალებ. მეც ასე მგონია. საკუთარის მithumedes. საკუთარის მithumedes, ხო? მისი წარსული, აი როგორი რაგანსაცდელები გამოიარა ქრისტიანობა, როგორ აი წმენა რაზე დგას? წმენა დგას ორ რამეზე, გრძნობაზე და გონებაზე, ხო? გულზე და ტვინზე, დავარქვათ ასე. ორგანოები რომ მოარჩიოთ, ხო? არ უნდა აკლდეს ერთი და რა თქმა უნდა გულია მთავარი, მაგრამ გონებაც აუცილებელია. თუ ქრისტიანი ხარ, შენ უნდა იცოდე, უნდა იცნობდე ქრისტიანობას. თუ ქრისტიანობას პირჯვარს რო იწერ ხო პირჯვრის მნიშვნელობაც უნდა იცოდე, თითების კონფიგურაციაც უნდა იცოდე, რატოა 3, რატოა 2, ხო? ყველაფერი უნდა იცოდე. წმენას ჭირდება, ისა რა ქვია, განათლება, ხო? აი მაგალითად, წმენა შედგება ორი ნაწილიდან, არის ფორმა და არის შინაარსი. ფორმა არის რიტუალები, თქვათ, არის რელიგიები, სადაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, ისლამში ფორმა უფრო მნიშვნელოვანია. შენ ხუთი წესი უნდა შეასრულო ისლამში და ანჩენი არ გევალება არაფერი, ხო? სხვათა შორის მუჰამედმა მათმა წინასწარმეტყველმა ამ საკითხზე თქვა გარკვევით რა, რომ არის მორწმუნე და არის მორჩილე. მორწმუნე რწმენის უნარი ყველას არ აქვს, ამიტომ შენ უნდა დაემორჩილო ისლამი მორჩილებას. აი ქრისტიანობაში ცოტა რთულადაა ასაკ. ისლამში ფორმაა მთავარი. აი ჩვენთან ფორმა კი ამნიშნავს, სხვათა შორის მამაოს უსმენთ ძალიან ხშირად და ეს თემა ერთხელ განავითარა მან რა, ფორმა და შინაარსი, ხო, მაგრამ ქრისტიანობაში ფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი არის შინაარსი. ანუ ის საქმიანობა, რაც მორწმუნეს ევალება, ხო და ივალებს და საეკლესიო კრებებმა დაადგინეს, მარხვა, ლოცვა, აღსარება, ეს ყველაფერი არის ფორმა. მაგრამ ქრისტიანობა გარდა ამისა არის შინაარსი. ქრისტეს თვით შეწირვა, განკაცებული ღმერთი, ორბუნებოვანი ღმერთი, ხო? აი რას ნიშნავს, რატოა ორბუნებოვანი, როგორ მოხდა მე-7 საუკუნის მიჯნას, მე-6 საუკუნეში რატო დაჭირდათ ქართველებს ასურელი მამები? ესე იგი, რაღაცა ცუდად იყო ჩვენ მაშინდელ ეკლესიაში საქმე. ასურელი მამები ლამის მეორედ განმანათლებლები არიან, ხო? შეკითხვა ხო უნდა დასვას მორწმუნე კაცმა, რატო დაგჭირდა? ხო, რატო დაგჭირდა ჩვენ არამედ სახელმწიფოებს? ხო, ასურელი მამები რატო დაგჭირდა? ესე რაღაცა ვერ მივდიოდი თლათ სორგზაზე, ხო? მე კირიონ პირველის რეფორმები რატო დაგჭირდა? შემთხვევით იმიტომ ხო არა რომ სომხური ეკლესიის მოძალება იყო და ლამის წალეკილი იყო სომხური ეკლესიით ქართული ეკლესია და სომხური ეკლესიის ნაწილად ითვლებოდა. რომ არა კირიონ პირველი, ხო, ამხელა მოღვაწე, ხო? ახლა ვარაუდების ცერთ არა გამართლებული, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველო გასომხდებოდა და დასავლეთ საქართველო გაბერძნდებოდა, რაც ლაზებს დაემართათ. არც მეტი, არც ნაკლები. ეს ჩვენი ისტორიის საკითხი. ესენი უნდა ვიცოდეთ თუ არა, რუისურბნისი რატო დაჭირდა დავით აღმაშენებელს? ესე იგი, არ იყო თლად კარგად, ხო, საქმე ეკლესიაში. აი ამაში ეს, ამიტომ ვამბობ მე რომ როცა საუბრობთ ამ თემებს გარდა იმისა რომ ჩვენ ვეძებოთ ჭეშმარიტება ქრისტეს გზას დავადგეთ, ხო, გარდა ამისა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ეკლესიის ისტორია. რა განსაცდელები გამოიარა, როგორ გამოიარა, რატო მოხდა ასე? ხო? რა იყო ჩვენი სისუსტეები? რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? მართლმადიდებელს რო ეძახით საკუთარ თავს მნიშვნელობა ვიცით, იმიტომ მართლმადიდებელს თავის თავს სომხებიც ეძახოდნენ და ეთიოპელი მონოფიზიტებიც ეძახიან. ეხლაც ეძახიან. და ბევრს ეშლება და ბევრს გონია გაუნათლებელ და უწიგნურ ქრისტიანებს ბევრს გონიათ რომ ეთიოპელები თავის თავს რომ მართლმადიდებელს ეძახიან, გონიათ რომ ჩვენი თანამოძმეები არიან ქრისტეს რწმენაში. არა. აი კათოლიკე მოძვლებული სიტყვა რატო? იმიტომ რომ კათოლიკე არის მთავარი ეკლესია, ამას ნიშნავს. აი როგორ მოხდა ესა ყველა, აი ვასწავლით, არ ვიცი ახლა ეს მამამ უფრო იცის ახლა. მოძღვრები ასწავლიან ეკლესიის ისტორიას. არის ნაწილი მოძღვრების, რომელიც ამას აკეთებს. მცირე ნაწილი. გუბა, სწორედ დავასრულებ რა, მე რატომღაც გონია სამწუხაროდ რომ საქართველოში ქრისტიანობა უფრო ფორმის მიხედვით მიდის და არა შინაარსის მიხედვით. ფორმას უფრო ანიჭებენ. ადამიანი მარხულობს, ლიტანიობს
და ამ დროს არ დაბოღმილი და სურვილი აქვს რომ ვიღაცა მოკვდეს. ეს რანაირ ქრისტიანობა? აი რა თემასაც შეეხო ახლა გუბაზი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მაინც და მაინც კონკრეტულ პოლიტიკურ ფაქტებზე ან ადამიანებზე საერთოდ არ მინდა ახლა ყურადღება გავამახვილოთ, მაგრამ უცბად რაც მე და ალბათ დროების მაყურებელთა უმეტესობას ამოუტივტივ და არის 2 დღის წინანდელი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური აქცია იყო, პროტესტანტები იყვნენ მისული ერთ-ერთი მართველი პარტიის საარჩევნო ოფისთან და იქიდან პოლიციის კორდონს მიღმა გულმოცემული ვიღაც ახალგაზრდა კაცი ჯერ შეესწებით და ხმით კარგად ჩანს მოუკითხა კეთილები და რა ვიცი მშობლები და ყველა იქ მოსულ პროტესტანტებს რომლებიც რუსეთს აძაგებდნენ ასე ვთქვათ ხო ამას ყვიროვდნენ ძირითადად მეც არაფერს და ამის შემდეგ ასე ვთქვათ პირჯვარი დაწერა ის პირჯვარი არასწორად დაწერა მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა მცდელობა ქონდა რომ რაღაცა ჟესტი გაემეორებინა რაზეც ახლა გუბაზი ლაპარაკობ ერთ და იგივე კაცმა გააკეთა ერთ და იგივე ახალგაზრდა კაცმა გააკეთა რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს დარწმუნებული ვარ ამ მომხდარზეც იმედი მაქვს ჩაფიქრდება იმედი მაქვს უფრო მეც გაიგებს ხო და აი ამ ჟესტიც მაგის არის თუ არა ესეც რაღაცა მსგავსის ის იყო და მე ვიძარი გადაგწერა ამა გამოხატულება მომდორი ამაზე თუ შეგიძლიათ ერთი რაღაცა მინდა განგიმარტოთ პროტესტანტი არის რელიგიური ტერმინი და ესენი მართლმადიდებლები არიან და როცა პროტესტანტებს ვეძახით ვიღაცა მე ამას ცუდად იყენებს და ამიტომ ჯობია რომ მე პროტესტები დაუძახო მე პროტესტები იმიტომ რომ ქართულად შეიძლება ასე უფრო სწორიც იყოს საპროტესტო აქციაში მონაწილე მე პროტესტე ხალხი და აი ესენი ახლა ზოგჯერ პირჯვარს რო წერენ ზოგჯერ ისა მე უფრო მეც გეტყვით ახლა მაგათი უდიდესი შეცდომა რომლებიც მართლმადიდებლად თვლიან თავს და მართლმადიდებლობას იცავენ და ეკლესია უნდათ თუ ყოველ შემთხვევაში უნდათ გააჟღერეს რომ ეკლესია სახელმწიფო რელიგია გახდეს ამათ თავარი იდეოლოგი ყავთ კათოლიკე დიახ ეს არის როგორი ნონსენსი იცი მე კათოლიკეებს არაფერს არ ვერჩი კაცო თვითონ ერჩი არა რა თქმა უნდა და ეს მაგათი წვენა აქვს ჩვენ მართლმადიდებლები საუბარი არის როგორია ბატონ ზაზა შათირიშვილი ბატონ ზაზა შათირიშვილი რომელიც დაბადებით კი არა კათოლიკ უკაცრავად კათოლიკური ოჯახში არ დაიბადა და ამიტოა კათოლიკე დასრულასა მე რამდენადაც ვიცი დასრულ ასაკში გადავიდა მართლმადიდებლობიდან კათოლიციზმს თვითაც ის განაცხადებული მე მომისმენია არ ვიცი თქვენს გეკნებათ მოსმენილი რომ ჩვენ რუსეთს რომ მოვშორდეთ ამისთვის უნდა გავკათოლიკდეთ აქ ადრე ნათქვამი წინა ცხოვრებაში წინა მთავრობის დროს ხო და ეს არის აი როგორი ისა იცი რომ აი რა შუაშია მართლმადიდებლობა და რა შუაშია მთავარი იდეოლოგი რო ყავს ანუ მართლმადიდებელში ვერ იპოვა იდეოლოგი თუ ძალიან კარგი რომ ვერ იპოვა იმიტომ რომ არ არიან ეთყობა მაგათ ხარეს იმიტომ რომ ყველა მართლმადიდებელი ხედავს ვინც მართლმადიდებელია რომ რასაც აკეთებენ ესენი აი დასავლეთზე იმას ცოტა მინდა შევეხო ისტორიულად ახან ისტორიკოსთან ვზივარ თუმცა ის რის გამოც ესენი საქციელში არ მოგწონს კათოლიციზმისთვისაც დასაგმობია ესეც ხოლმე აღნიშნული არა მე უბრალოდ ახან მართლმადიდებლობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საინტერესო მართლმადიდებლობას იცავენ და ერთს აბრუებენ იმიტომ უსამშობლო უწმუნო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი და ასე შემდეგ თორე მაგას როგორც კათოლიკეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავითარ შემთხვევაში მაგრამ უბრალოდ რახან მართლმადიდებლების დამცველები არიან ამიტომ ახსენე რაც შეეხება მცირე ისტორიულ მოხელვად ჩემს თავსაც გადავამოწმებ ისტორიკოსთან აი რა პრობლემა ქონდა დასავლეთს მაგალითად კონსტანტინოპოლის იმპერიის დაცემის დროს წინა საღამოს უკვე უნიატობას მოაწერეს ხელი და ბევრი აბრალებს იმიტომ დაეცა იმიტომ ისა ანუ დასავლეთი ადრე ითხოვდა როგორც ისლამი ასე დასავლეთიც ითხოვდა რელიგიურ მორჩილებას თუ დაგეხმარებოდა რუსული იმპერია ასე და ამდენად იმიტომ გაიზარდა რომ ის სახელმწიფოებრიობას უსპობდა ყველას მაგრამ რელიგიას თავისუფლად უშვებდა შუა აზიელები
იყვნენ ისეთები, როგორიც მიიღო ჩეჩნები, ვიცით ხო, აი კავკასია იგივე დატოვა, მარტო ჩვენ შეგვეხო, იმიტომ რომ ჩვენნაირად თავისნაირად რახან ჩვენ მიგვიერთა მიგვიერთა და აი სომხები დატოვა, სომხებს არც კათოლიკოსი წაურთმევი, არც არაფერი იმ წმენაში დატოვა, რა წმენაში იყვნენ და ამიტომაც გავრცელდა, იმიტომ რელიგიას არ ეხებოდა. ამიტომაც შეძლო მან ამხელა ფართები. აი ზუსტად საუკეთესო მაგალითია დღევანდელი დემოკრატია, იმიტომ რომ რელიგიას არ ეხება. ის დემოკრატები არ გეუბნებიან შენ არ იყო მართლმადიდებელი. თუ ადრე დასავლეთი, ანუ კათოლიკური დასავლეთი ითხოვდა რომ ჩვენ კათოლიკები თუ გავხდებოდით, მაშინ უფრო დაგვეხმარებოდნენ ამ ბერძნებს, დაეხმარებოდნენ იმპერიას თუ ისინი მიიღებდნენ უნიატობას და უნიატობა ნიშნავდა რომ აღიარებდნენ კათოლიკურ პაპის პრიმატს და ასე შემდეგ და ანუ დღეს დასავლეთი როგორც იქცევა შანსი არ არსებობს რომ არ გაფართოვდეს რადგან ადამიანებს აძლევს ის თავისი კულტურის თავისი რწმენის შენარჩუნებას და ამიტომ ესენი ამაზე რაყვედრიან და რაღაცა მოიგონეს რაღაც მოიფიქრეს ის ხალხი იძახის არ გეუბნებით ამასო და მარტო ის გეუბნებით ამის მტკიცებულებები დღესდღეობაში გვექნება სხვათა შორის ბრიუსელიდან იმ ხალხს ჩავთავ რომლებიც ამ მოთხოვნებს აყენებენ და რა არის შინაარს კიდევ ერთხელ გასაგებად ახსნიან მამადორუთე და კუბას ჩვენ 5 წუთიან რეკლამაზე უნდა გავიდეთ იქიდან დავბრუნდებით მაგრამ სანამ რეკლამაზე გავალთ რადგან დავიწყეთ უკვე საუბარი წინასწარ არ ამეღიანებართ თქვენგან მაგრამ რადგან შეთანხმებულები ვართ კუბაზე რის გამოც პრეტენზიებს გვიყენებდა ასე თქვით მათ შორის მედიასაც ეხება ეს და არ ეხება მარტო სასულიერო პირების იმ ნაწილს რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობით ნაკლებად გავდებიან ხოლმე ზოგიერთის მიზანსაც კი ეს წარმოადგენს რაც უფრო ასე თქვით ნაკლები ინფორმაცია ექნება რიგით მრევლს უფრო ადვილად სამართავი შეიძლება ეგონოს ჩვენ შევთანხმდით მამა დოროთესთან და დროების YouTube არხზე უკვე სექტემბრის ბოლოდან ვიწყებთ ყოველკვირეულ ციკლს საგანმანათლებლო შემეცნებითი გადაცემებისა სადაც სწორედ აი ახსნა განმარტებები იქნება თავად ჩვენი მაყურებლების მრევლის ჩვენი ემიგრანტების და ყველას ვისაც აინტერესებს მოკლედ შეიძლება სულაც არ იყოს მორწმუნე ადამიანი ათეს მნიშვნელობა არ აქვს რა შეკითხვებიც გაუჩნდებათ მართლმადიდებლობასთან, რწმენასთან, აღსარებლობასთან, ფორმასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მამა დოროთეს კურთხევითაც და მისი მონაწილეობით და დახმარებით, გადაცემად ამ ციკლს ყოველკვირეულ შევთავაზებთ მაყურებელს იმის პარალელურად, რასაც ვაკეთებთ გუბასთან ერთად, როდესაც ისტორიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, საკვებს ინფორმაციას ვაძლევთ და უზიარებთ ჩვენს ტელემაყურებელს. ახლა გავიდეთ, ბრძანეთ კი ბატონო. ცოტა რაღაცას ვიტყვი რომ მე არ მეგონა ერი ასეთი მოწყურებული თუ იყო ღმერთზე საუბარს. აი თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩემს Facebook-ზე და რა წერილებს ღებულობ და როგორი გახარებულია არა იმით რასაც პოლიტიკურს ანუ რასაც პოლიტიკურს ეძახიან, არამედ იმ რელიგიური შემეცნებით, რასაც ისინი ისმენენ და აი ეს წყურია ესეთი ბიბლიაში წერია რომ ამ ხალხო მოულენო წყურვილს და შიმშილსო შიმშილსო არაპურის არამედ ღვთის სიტყვისაო ეს არის საჟელი ღვთის სიტყვა რო შეახავს ეს საჟელი ეთქობა დავისაჯეთ ოდესღაც და ეხლა აი ეს ხალხი ისეთი მოწყურებულია რომ აი ეს თქვენი გადაცემა და საერთოდ ის რასაც ვაპირებთ მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ჩვენს ერში თქვენ გააკეთეთ მამაო და ამას ერთად დავიწყებთ ამაში გვერდში მდგომის დარწმუნებული ვარ ბევრი გვეყოლება ფორმულას დროების მაყურებელი დროების YouTube არხზე იქნება კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ეს ნაკლებად იქნება სატელევიზიო ფორმატი იმიტომ რომ პროფესიული ხასიათის იქნება თუმცა ყველას ექნება წვდომა და მომავალში შეიძლება სატელევიზიო ეთერშიც შესაბამის დროს გაუშვათ კიდეც ახლა გავიდეთ რეკლამაზე რეკლამიდან დაბრუნების შემდეგ ვექნება ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვა ჩვენ არ ვცხოვრობთ რაღაც იზოლირებულ გარემოში მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური გადალაგებები მიდის და გასულ კვირას ამხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იკვრება ახალი დიდი ალიანსი რომელსაც თავისი იდეოლოგიური ღერძიც აქვს და როცა გვეუბნებიან რომ დასავლეთი კი არა არამედ რაღაც სხვა აი ეს რაღაც სხვა მინდა განმარტოთ მათ შორის იდეოლოგიურ დონეზე და დაუბრუნდეთ იმას რა არის ჩვენი მათ შორის სულიერი იდეოლოგიური ეროვნული საწყისები და სად უნდა ვიყოთ ბუნებრივად ეს დრო მინდა გამოვიყენო იმისთვის რომ აი ორივე ჩვენ სტუმარს არქიმანდრიტ დოროთეს ისტორიკოს გუბას ანიკიძეს შევახსენო
მათ შორის ჩვენს ტელემაყურებელს, რომ გასული კვირა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენით აისახა, ასე ვთქვათ. ჩინეთში დიდი ფორუმი იყო, რომელსაც მოყვა სამხედრო აღლუმით და ეს არ იყო შემთხვევითობა, სერიოზული პოლიტიკური სიგნალი იყო ვიზუალურადაც შინაარსითაც. აღმოსავლეთს აქვს უკვე გარკვეული გაცხადებული ამბიცია, რომ ერთპოლარული სამყაროს დასრულება მოყვეს მრავალპოლარული და როგორც მინიმუმ ორპოლუსიანი ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, ასე ვთქვათ. ეს არც კარგი და არც ცუდი მოვლენაა. მსოფლიოში ასეთი რამე ყოველთვის ხდებოდა, ციკლურია ისტორია ამ თვალსაზრისით. ამას ჩვენ უნდა შევხედოთ, არ შეგვეშინდეს, უნდა ვადაპტირდეთ ამასთან ყველაფერთან და მათ შორის ამ ადაპტირების ნაწილი არის იმის კარგად განსაზღვრა, რომელ დიდ კოალიციაში, სახელმწიფოთა რომელ გაერთიანებაში არის ჩვენი ადგილი. და ამ მხრივ გამოკვეთილი არის ამ მომენტისთვის ორი, ერთი ჩინეთის ღერძზე აგებული ავტორიტარული სახელმწიფოების კოალიცია, პუტინი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ და აქეთ არის დასავლური სახელმწიფოების ეს თქვა კოალიცია, ცივილიზაცია შეგვიძლია დავარქვათ ამას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერობით. თუ ვინმეს აქვს კითხვა და ჩდება ეს შეკითხვა, თუ შეგიძლიათ აუხსნათ და აღწეროთ, მოკლედ, სად არის ჩვენი ადგილი, ისტორიულადაც და მომავალშიც. დავიწყოთ ბატონი გუბაზი და მამა დოროთე და ამ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ახლა ჩვენ სპარტაზე ვსაუბრობთ და ლამის სპარტელებს გავეჯიბრები ლაკონურობაში. ორი რამე განსაზღვრავს. ირჯვარი და ღვინო. ჩვენგან 100 კილომეტრით აღმოსავლეთით სამყაროს დასალიერამდე ირჯვარს არ იწერენ და ღვინოს არ სვამენ. ჩვენგან დასავლეთით 1000-ობით კილომეტრი სამყაროს დასალიერამდე ირჯვარს იწერენ და ღვინოს სვამენ. მორჩა და გათავთ. ამანდორთი. იცით ქრისტიანობა ჩვენთვის იმდენად ბუნებრივია, რომ ძალიან მარტივი ვგონია, მაგრამ ქრისტიანობა ძალიან რთულია და ხორციელი ადამიანისთვის და რატომ? პავლე მოციქული რო ამბობს, მეო ჯვარცმულ ქრისტეს ქადაგებო, ეს რას ნიშნავს იცით, რომ სამყაროს უჭირს მკვდარი ღმერთი, რომელიც მოკვდა. ღმერთი, რომელმაც წააგო, ამის მიღება სამყაროს უჭირს და ეს მაშინდელმა ეკლესიამაც კი ვერ მიიღო დაბალი ცნობიერებით, უფრო დაბლა რო იყვნენ მეთევზეები, მადლობას ეუბნება ღმერთ ქრისტე, რომ მადლობა ამად გამოუცხადე ის, რასაც ისინი ვერ ჩაწვნენ. ეხლა ეს რატო დავიწყე, რომ 5000 წელი ამზადებდა ქრისტე, რომ ის მიიღოთ და ვისაც ამზადებდა, იმათმა ვერ მიიღეს. და მე თვითონ მომამზადდა. წარმოიდგინეთ, ახლა როგორი რთულია ქრისტიანობა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე ყველას უნდა მოგებული ღმერთი. ესმით აი და ჩვენი სული, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ქრისტიანულად არის ჩამოყალიბებული, დასტრუქტურებული. ჩვენ სხვა კულტურასთან ვერ ვიქნებით და დასავლეთი არის ზუსტად ესე ქრისტიანული დასტრუქტურებული და დასავლეთმა შეძლო, რომ რელიგიური დაპირისპირებები გადაელახა. იმიტომ რომ გუბაზი უფრო ისტორიულად იტყვის, თუ რაოდენ ძიმე დღეში იყო დასავლეთი, როცა რელიგიურად იყვნენ დაპირისპირებული, მე წაკითხული მაქვს წერილები, რომ პირდაპირ გაგებით კათოლიკე პროტესტანტის ხორცს ჭამდა, ხარშავდნენ და ჭამდნენ ომების დროს და ეს კიდე ეს საშინელებამდე რომ მიდის, ამიტომ ყველა გაათავისუფლეს, იყავი შენს რელიგიაზე და ოღონდ იყოს სამართლიანი და ეს სამართალიც ქრისტიანობაზეა დაფუძნებული. ქრისტიანული სამართალია, იქ სხვანაირ სამართალი კომუნისტებმაც კი ვერ შეძლეს. აი კომუნიზმი როცა ღმერთი არ გწამს, უზნეობისთვის, პირადი უზნეობისთვის ციხე იყო. რა შუაშია? თუ ღმერთი არ გთხოვს პასუხს, იცხოვრე ისე რომ რაც შენ ხსიამოვნებ. სხვა არ დააზიან. ათეისტები იყვნენ, მაგრამ ადამიანს პირად ცხოვრებასაც არ ანებებდნენ.
ესეც იმიტომ რომ მიუხედავად მათი ათეისტობისა ქრისტიანული იყო ის ქრისტიანული მორალის ელემენტები დამახინჯებული ქრისტიანული მორალის ელემენტები ჰქონდათ. ამიტომ აი ჩვენ ქრისტიანული სამყაროს მიღმა ვერ ვიარსებთ და მართლმადიდებლობისთვის მინდა გითხრათ რომ ყველაზე უკეთესი წყობა არის დემოკრატია. მართლმადიდებლობა რუსეთმა და კერძოდ ბოლშევიკებმა ჩაახშეს ვერ გააქრეს, მაგრამ ჩაახშეს ტყვიით. ტყვის გარდა მართლმადიდებლობას ვერაფრით ვერ ჩაახშობ. თუ სიტყვის თავისუფლება არის, იქ ყოველთვის მართლმადიდებლობა იმარჯვებს. ეს მე ვიცი. ვამბობ იმას, რაც ვიცი. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ეს არის ღმერთის მიერ განცხადებული რელიგია და ჩვენ არასოდეს არ გვეშინოდა სხვა რელიგიები, იმიტომ არის ჩვენ ყოველთვის ცხოვრობდა სხვა. ანუ უცხო რელიგიის შიში არ ქონია. დავით აღმაშენებელი რელიგიურს დევნა აქ არასოდეს არ ყოფილა, არ გვეშინოდა. იმიტომ რომ მართლმადიდებლები ვარ ჩვენ. პირიქით დევნიან, თორე რუსები. ახლა კირიონს მართლმადიდებლობის პრობლემა არ ქონია რუსებთან. პრობლემა ჰქონდა ისევ ეროვნული. თორე კირიონ მეორეზე ვსაუბრობ, ამჯერად პატრიარქს, ხო? ანუ ჩვენ არასოდეს აი დავით აღმაშენებელმა რომ დიდგორის ომი გაიმარჯვა, მერე რომ ეს ისლამის რელიგია გაათავისუფლა. გადასახადი იმათ ნაკლები ქონდა ებრაელებს და მუსლიმებს. აი ესეთები ვიყავით ჩვენ. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა თავისუფლებაში უფრო მეტად ვრცელდება და სხვასაც უნდება თუ შენ მართლმადიდებელი ხარ, სხვასაც უნდება. ერთი არამართლმადიდებელი მოვნათლით საკმაოდ დიდი თანამდებობის, დიდი სიმდიდრის მქონე პატრონი უცხოიდან ჩამოვიდა და ვკითხეთ, რატო ინათლები? რატო უარყოფ შენს რელიგიაზე? ამას რატო ღებულობ? გვაინტერესებდა ეს. იცით რა თქვა? მეო ბევრ ქრისტიანთან მაქვს ურთიერთობაო. და მეო და მივხვდიო იმას, რომ ადამიანი ისეთი უნდა იყოსო, როგორიც თქვენ ხართო. როგორიც თქვენი რელიგია არისო, ესეთი უნდა იყოსო ადამიანი. ამიტომ მინდა ესეთი ადამიანი ვიყო. შემწყნარებელი, მოსიყვარულე, გიყვარდეს მტერი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეთ ერთმანეთი. აი ეს ერთმანეთის სიყვარული ვერ გაიგეს. ეს ერთმანეთის სიყვარული რას ნიშნავს? იცით რომ მოციქულებს უთხრა რომ მოციქული გიყვარდესო. მოციქული გიყვარდეს, ეს უფრო რთული ყოფილა. ექიმი უყვარდეს, ჟურნალისტ, კოლეგა რო გიყვარდეს და კოლეგას რო არ ეჯიბრებოდე. პირიქით გიყვარდეს. აი ეს უთხრა, ეს არის ახალი მცნება. მანამდე ხო იყო გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ ის არ იყო ახალი. ეს ძველახმაშიც იყო. ახალი არის ერთმანეთის ატანა, ერთი მღვდელი რო აიტანოს. ებისკოპოსი და ამას არისტოტელი სხვანაირად ამბობს. მეკოთნისა შურს. ქრისტე პირიქით, მეკოთნე შეიყვაროს. აი ეს გითხრა. და რა ვიცი, მართლმადიდებლობაზე უფრო დემოკრატია მართლმადიდებლობისთვის არის, აი როგორც თევზი წყალში. ერთს დავამატე, ხო, აი მამამ ახსენა, რომ საქართველოში რელიგიური მე ვადასტურებ როგორც ისტორიკოსი, სრული პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხაზს უსვამ თუ არა და მზათავარ პასუხი გავცე საპირისპირო. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, რაც ქრისტიანობა მივიღეთ ჩვენ. საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ იყო რელიგიური დაპირისპირება. ერთადერთხელ მოხდა თამარის დროს, როცა ანისში ქალკედონიტის სომხები და მონოფიზიტის სომხები დაერიან ერთმანეთს და მაშინ ჯარი შეყვანა დაჭირდა თამარს იქ სომხეთში. ესეთი მეორე დასავლეთი მოკლედ კი ვთქვი, მაგრამ კიდე მოკლეს დავამატებ, აი დასავლური ცივილიზაცია ბევრჯერ გვილაპარაკია გიორგი ბედაშე და არა მარტო ჩვენ, ხო? დასავლური ცივილიზაცია დგას სამ დიდ ქალაქს: იერუსალიმი, ათენი, რომი. ქრისტიანული ეთიკა, შემწყნარებლობა, შეცოდე ქრისტიანობამდე ძლიერი სუსტს ანადგურებდა. რომში გლადიატორებს ბავშვებს აყურებიებდნენ თავიანთ პატარაში. ქრისტიანობამ შექმნა თანაგრძნობა. დასავლეთი რა არის? ეს ადამიანის უფლებები, ის სუსტის დაცვა, უმცირესობის უფლება. ქრისტიანული ეთიკა, იერუსალიმი. აზროვნების სტილი, ათენი, ბერძნული ფილოსოფია. და სამართალი, იურისპრუდენცია, რომი. თავიდან ეს სამი ერთმანეთს ებრძოდა.
მაგრამ ამ ბრძოლაში ისე გადაბმული იყვნენ ერთმანეთს ამ ბრძოლაში, რომ მე ერთი სხეულით ჩამოყალიბდა, ერთ მოძღვრებად ჩამოყალიბდა, რასაც ჩვენ ვეძახით ევროპულ ცივილიზაციას. აი ეს არის. იერუსალიმი, ათენი, რომი, ქრისტიანობა, ფილოსოფია, სამართალი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. კიდევ ერთხელ მაყურებელს ვეთქვი, რომ დროების YouTube არხზე ჩვენ ორივე ასე ძალიან საპატიო, კომპეტენტურ, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად ერთ შემთხვევაში უკვე უძღვებით ისტორიაზე და მეორე შემთხვევაში ამადოროთ ეს კურთხევითაც და მის მონაწილეობით ვიწყებთ ციკლს საგანმანათლებლოს შემეცნებით და მე მგონია რომ ის იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან ვალს მოვიხდეთ ჩვენი საზოგადოების წინაშე და მათი დახმარების იმედიც გვაქვს. ამჯერად მინდა მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ თუმცა გუბასთან ერთად გამოგვივა. კი, მე მგონი იქნება წინვალე საინტერესო. დიდება უხალხად, მაშინ ერთხელ აუცილებლად ერთობლივათაც ასეთ სასაუბრო პლატფორმას და ფორმატ შევთავაზებთ დროების YouTube არხზე და ნაწილობრივ ფორმულაზეც. მადლობა ჩვენ სტუმრებს, დაგემშვიდობებით.